ისმის მითხარით მოგესალმებით, მე მგონი ჩავიქთო ხმა თუ ისმის მითხარით და ნუ რა თქმა უნდა მოგესალმებით და დანარჩენი მე ერთი შემოგვიეს და უკვე თანდათან დაგელოდებით, როცა ერთი 10 კაცი მაინც მოგროვდება მაშინ დავიწყებ საუბარს და მანამდე თქვენც რამე დააკომენტეთ თუ ბრძანდებით მაგის განწყობაზე გინაცვალე. თეოს გამარჯობა ყველას, გამარჯობა ძალიან კარგად გაიხარეთ კეთილი სოფო თეო ყველანი მიყვარხართ და ძალიან კარგია რომ უცბად გამახსენდა რომ აქაც უნდა ჩაგვეწერა რაღაცა და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამარჯობა ცილიბრა ამ ბოლო პერიოდში უკვე ინტენსიურად დავიწყე ეს ვარიანტებიც ჩვენს სეანსებზე და ამიტომ ბარემ გეტყვით იმიტომ რომ ადრე დავაანონსე 1-2 კვირის წინ კი არა და მე მგონი რაღაც ერთი თვე რაღაც გავიდა რომ საახალწლოდ მინდოდა რომ ეს სიურპრიზის სახით სიურპრიზი რა ეხლა ვისთვის სიურპრიზია ვისთვის რა თქმა უნდა უბრალოდ აი კონკრეტულად ორგანოებსაც უკვე შიგადაშიგ ვცდილობ რომ ზუსტი დიაგნოზი დავსვა ზოგადი დათვალიერებისას ადამიანის გაყვანით კონკრეტულ კავკასიონის პორტალზე ვაკეთებდი აქამდე, ეხლა უფრო ახლოსვე გადმოვინაცვლეთ და მაიკოს გამარჯობა, მოგესალმები და აი ესეთი რაღაცა არის, რომ თვითონ ორგანოები ისედაც ჩანს, სად რა ზონა აქ დააძაბული ადამიანს რა აწუხებდა, თუნდაც ბავშვობიდან მოყოლებული, რა ზონები არის, რომელი ზონები არის იქ, რომელი ორგანოები ენერგეტიკულად ან დაზიანებული, ან გაღიზიანებული, ან დაავადებული, აი ეს ყველაფერი ჩანს და უკვე მარტო მხოლოდ ანუ ფსიქოლოგიურად იქ ქვეცნობიერების დამუშავების პარალელურად ზოგადად ეს გამოჯანსაღებელების და ესენი გვაქვს, ხო, იცით ნეიროიმპულსური თერაპია, ენერგიის აღდგენა, ესენი ყველაფერი გვაქვს, ისედაც ყველა მიწით. ეს პლანეტარული ენერგია მასთან დაკავშირება, ეს ყველაფრის გახსნა გვაქვს, ისედაც ვინც ჩვენთან კონტაქტობს იცის როგორ აგვაქვს საქმე და ამის პარალელურად ახლა ფიზიკური ორგანოებიც დავიწყებ ისედაც იმიტომ რომ თვითონ აჩვენებს ისედაც კარგად უკვე ამ ყველაფერს და იძულებული ვიყავი რომ ეს კარგად გამეხსნა ისედაც ეს თემა თან დავაანონსე აქამდეც და მოკლედ ძალიან ბევრი სიურპრიზი არის ამ მიმართულებითაც ესე იგი თანდათან ვაპირებ რომ უფრო უჯრედის დონეზეც ხალხი ეკოსკოპიაზე დადის სხვადასხვა სახის გამოსაკვებ ცენტრებში სკრინინგი ესა და მარიამ გამარჯობა მოგესალმებით აი ესეთი თემები უკვე უფრო პროდუქტიულად რომ ავაწყოთ აქ ჩანს ასე ვთქვათ ყოველგვარი შეცდომის გარეშე იმიტომ რომ ადამიანს რო უყურებ თვითონ მისი ორგანოები თვითონ მელაპარაკებიან ეხლა რაც მე ამ ორგანოებთან და ადამიანის შიდა სტრუქტურებთან მაქვს საქმე, ხა გასაკვირი არ არის, ხო, ისედაც და ადამიანი უყურებ ადამიანს, უკვე იქიდან ყველანაირი ანარეკლით მოდის, მესამე თვალის მეშვეობით, ხედავ, სად რა, რომელი ორგანოა დაზიანებული, ან ზოგადად გაღიზიანებული და ან რა პროცესი მიმდინარეობს, აი ესენი ყველაფერი კარგად ჩანს, გაჩვენებს სხეული ენერგეტიკულ მდგომარეობასაც ეს ორგანოები და პლუს დაზიანებული ვარიანტები და იმიტომ მინდა რომ თვითონ უჯრედის დონეზეც აი ბარემ ბოლომდე კარგად ჩავიდეთ. ახლა მაგასაც უხვეწავ ახლა იცით ხო ვინც მე ვიცნობ იცით რომ ამ თემებზე აი ესეთი გაშიფრვა და რაღაცა კარგად გვეხერხება ზუსტად მეუბნებით ადამიანს როდის რაზე ფიქრობს რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და ისგან არის გამოწვეული ის კონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობა თვითონ იმ აზრების სისტემაში შევდივართ და ძალიან მარტივად კარგად ჩანს აი ამ ტალღებზე გადასვლა ადამიანის ორგანოებისა და
ძვლების სტრუქტურის დადგენაც ეს კიდე ცალკე ხელოვნება. ანუ აზრებში შესვლა ერთია და ორგანოებში კიდე მეორე. და თვითონ ენერგეტიკული კონდიციების შემოწმება და იმისი გაუმჯობესება კიდე მესამე და აი ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცები გვაქვს. ჩვენ მუდმივად მივყვებით ამ თემას, ვამუშავებთ და ხალხს ასეთ მომსახურებას მუდმივად თავაზობ და ყველა კმაყოფილია იმ გაგებით, რომ ეხლა ადამიანი რომ მოდის და რომ ეუბნები, რომ აი აქ ესე არის ისეთი თემა, რომელიც მარტო თვითონ იცის, აი იმენად ინტიმური დეტალები არის, რომ აი ეს ადგილი ესეა, ეს ისე არის და თვითონაც ხო იცის, რომ ეს ადგილი ტკივა და აწუხებდა, ან ბოლო პერიოდში, ან უახლოეს დღეებში რა გადაიტანა რეები ქონდა, იქ ეს ყველაფერი ჩანს. ხო და ეს პოზიტივიც რა კი არსებობს, აი ამისი მომსახურებაც თანდათან გამოაქტიურებ. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ესეც და კონკრეტული აი ეს დაავადებები თუ იმ ორგანოების გაღიზიანება თუ რაღაც დისკომფორტი რისგან მომდინარეობს, ისენიც ჩანს ძალიან მშვენივრად და პირდაპირ ვეუბნებით, რომ აი შენ ბოლო პერიოდში აი ამა და ამ საქმით იყავი დაკავებული, ან თვითონვე მიხვდება რაში არის საქმე და იმ დესტრუქციული ან აი რაღაც დისკომფორტის გამომწვევი აზრების თუ მოქმედებების მიზეზებს ვადგენთ იქავე და მარტივად ან კონკრეტული მოძრაობებით, ფსიქოენერგეტიკული სპირალური მოძრაობებით იმისი განეიტრალება ხდება, ადამიანი სინათლისკენ სწავლობს, რომელსაც იქვე ვაძლევთ იმის ფსიქიკას, ანუ ქვეცნობიერებას ზედმეტი მასალა არ ჭირდება, ეს ძველი ჩალექილი უაზრო ინფორმაციები, არასასურველი რაღაცების დახსოვების უნარი აქვს ხო ამ ტვინის პლუს ის ზონები რომლებიც ადამიანში ვთქვათ დაბლოკილი არის ან რაღაც სტრესების გამო ან რაღაც ზედმეტი გადაჭარბებული ემოციების გამო და ადამიანის არარეალიზებულობის გამო აი ისინი იწვევს იმ ორგანოების და ენერგეტიკული ნაკადების ასე ვთქვათ შენელებას ხო და იმ ვარიანტს რომ ამოვაღებინებთ ძალიან მარტივად ვახდეთ ამის ძალიან მარტივი გამოცდილება მაქვს, რომელიც მალევე მუშაობს, 1-2 სეანსში ადამიანს ეს ყველაფერი ურეგულირდება და აი ამას რომ ვადგენთ, იქვე თან თვითონ რო ეუბნები, რომ აი ეს ქონდა უახლოეს დღეებში, ან უახლოეს თვეებში, წლებში, აი ეს რაღაცა ცოტა გადასაჭრელი ეს პრობლემა. იქ თვითონაც მალევე თვითონვე უკვე ჯანსაღდება, ერთი უბრალოდ აღმოჩენითაც კი რო ეუბნები, რომ ეს ამისი ბრალია ისეთ დეტალზე რო ეუბნები, რაც იმის გარდა სხვა არავინ რო არ იცის და რო ეუბნები, რომ აი აქ რაღაცა გაწუხებს, აი ესა და ეს და არის ამა და ამის ბრალი. იქვე. რო ხედავ ეს ტალღები მოდის ამის მეტი რას ვაკეთებ, ხო 10 წელი ადამიანებს სიზმრებს რო ხსნიდი, ხო გახსოვთ და იქამდე კიდე 1-20 წელი ამ ასტრალში გასვლები და ეს თემები მაქვს დამუშავებული უმაღლეს დონეზე. არის როგორც მომავალში გასვლა, ასევე წარსულში, ასევე აწმყოში რაღაც ვარიანტების პროგნოზირება და ანუ ეს ყველაფერი თანდათან დავხვეწე იმ მიმართულებითაც, რომ თვითონ ორგანოებზე და აი თქვათ ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რაც აისახება, ამ ყველაფერს ვადგენთ ძალიან უკვე ძალიან მარტივად და კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი, კაი რაღაცა არსენალში, საიდკენაც მივდივართ. და უახლოეს პერიოდში კიდევ გვაქვს დაგეგმილი აი ესეთი რაღაცები, რომლებიც განვითარებადია. ხვეწავთ ამ ყველაფერს თანდათან და უახლოეს პერიოდში გექნებათ საშუალება, კარგი საშუალება, რომ აი სხვადასხვა სახის დაავადებები, სხვადასხვა სახის პრობლემები მოხსნათ, გავანეიტრალოთ და დროულად აღვიდგინოთ ჯანმრთელობაც და სამყაროს სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, აი ენერგიის ნაკადებს იმ დინელებს შეუერთდეთ, სამყაროს 6 მიმართულებით, სკნელები, ვიცით ხო, ვინც დავდივართ, ნეიროიმპულსური თერაპიით აღმოიფხვრება ეს ყოველგვარი ტკივილები, დაძაბულობა, ჯანმრთელობის მხრივ ხდება საუკეთესო რაღაცების განვითარება. პლუს ამ ყველაფერს პლანეტებთან ურთიერთობა უზრუნველყოფს და პლუს პლანეტების მიღმა გალაქტიკებთან ურთიერთობა უზრუნველყოფს ადამიანის ფსიქიკას, მის განვითარებას უმაღლეს დონეზე და ეს კოსმიკური ენერგია მასში აღმოაცენებს, ანვითარებს იმ სტრუქტურულ დადებით ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს მე ადამიანის კარგად გასვლას
ფონს გასვლას, განვითარებას, ფიზიკურ, ენერგეტიკულ თუ სულიერ დონეებზე. და ეს ხდება იმ დაუსული მეთოდები ძალიან მარტივად. შეიძლება ადამიანმა სადღაც რამდენიმე ათეული წელი ივარჯიშოს რაღაც თუნდაც იოგას სხვადასხვა და ციგუნის, ტაიჩის სხვადასხვა სკოლებში, ეს ძალიან კარგია, ამას მივესალმებით, მაგრამ აი ესეთი ღრმა წვდომა იმ ტალღებზე შეიძლება 50 წელიწადში არ გამოვითარდეს, თუ ამისათვის სპეციალურად არ მიმართა გონება და ამ ყველაფერს ეს დამუშავებული სახით ვასწავლით, ვაძლევთ ადამიანს და შემდეგ ვითარდება რამდენადაც ვისაც რა შეუძლია და რა მონაცემები აქვს იმის საუკეთესო ვარიანტებს ვანვითარებინებთ და პლუს კიდევ ვეხმარებით რომ თვითონ დამოუკიდებლად ადამიანებს ახლა ყველაფერი არ შეუძლიათ როგორც ვიცით და ვეხმარებით ამ ყველაფრის კარგად ეს განვითარებაში ასე რა ამ ჩვენს ვეხმარებით და იქავე ენერგია სტაბილურდება სხვადასხვა სახის დისკომფორტი და ეს ფსიქოლოგიური გაუარესებული მდგომარეობა დადებითში გამოდის, ადამიანის გზები ეხსნება შესაბამისად. ეხლა დღეს ამ კორონას, გაქანებული კორონას პერიოდში ვიცით რომ ახლა მთელი მსოფლიო არის რაღაცნაირად გაჩერებული და რაღაცნაირ შოკულ მდგომარეობაში ამ თემას ეხლა ჩვენ ესე ვერ შევცვლით, მაგრამ ყველა შეგვიძლია რომ საკუთარი თავიდან დავიწყოთ და სამყაროს შევუერთდეთ მის ბუნებრივ ენერგეტიკულ წყაროებს და ის ენერგია უკვე თვითონ უზრუნველყოფს შენს განვითარებას, ეს ასე ვთქვათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ეს ვიცით ხო, ვინც ჩემთან კონტაქტობს, არის პლანეტარული თერაპია, მაგალითად იქ ერთ-ერთმა ჩინელმა მთებიდან 9 წელიწადი გასული იყო მთებში, საერთოდ არ ჭამდა ფიზიკურად და ანუ იკვებებოდა პლანეტარული და galaktikuri ენერგიებით და მან მოგცა ძალიან ბევრი ესეთი რაღაცა ამ სფეროში, რომ გარეთ როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, ომები არის თუ რაც არ უნდა იყოს, რა ეს დაძაბული მდგომარეობა, ადამიანს აქვს უნარი შიგნითიდან აქვს, რომ სამყაროს თუ შეუერთდება იმ კონკრეტულ ბუნებრივ ძალებს, იმ ენერგეტიკულ ძალებს და სხვადასხვა სიღრმეებს კიდევ, ხო? ის თვითონ აცხოვრებს მე უკვე ადამიანს გაიყვანს ფონს და ასე შემდეგ. ასე რომ, ნუ რაფერზე, დაისტრესებით, ეს სამყარო არც ამ კოვიდის შექმნილია და არც კიდევ ვინც კოვიდი მოიგონა, არც იმის შექმნილია. ანუ სამყაროში დევს ის ძალა, რომელიც ადამიანს გაიყვანს ფონს, თუ კი ადამიანი შეუერთდება ამ წყაროებს და აი ამ ყველაფერს ვასწავლით ძალიან მარტივად. და ეს ხლა ანუ ალბათ დავასრულოთ, თუ რამე კითხვები გექნებათ მერე მოგწერეთ, გამარჯობა, ვინც შემოგვიერთდით და აქამდე ვერ ხედავდით, მოკლედ. კი ბატონო, ჩვენ ვატარებთ ონლაინ შეკრებებსაც, ინდივიდუალურ სეანსებსაც ვატარებ, როგორც ონლაინ, ასევე პირადადაც მოდიან, თქვათ, თითო ადამიანი ინდივიდუალურ სეანსზე, ადგილზეც ვღებულობ, რა თქმა უნდა და ონლაინითაც, ვინც შორიდან ვინც ვერ ახერხებს მოსვლას, მათ ონლაინ ვუტარებ ამ ყველაფერს და ვცდილობთ, რომ აი ამ პერიოდში მარტივად გადავიტანოთ აი ეს კოსმიური მასშტაბის რაღაცნაირი მდგომარეობა გართულებულია თუ რა არის, ეგ უკვე ჩვენ არ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ გავუძლოთ ამ ყველაფერს ნორმალურად, კომფორტულად, ნაზად, ლაღად და ლამაზად. და განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო აი ბოლო 2-3 კვირა ვინც მოდიან ამ ინდივიდუალურ სეანსებზე იმ გახსნილობისთვის, რომ აი ძალიან მარტივად ხვდებიან ყველაფერს, რასაც ვეუბნებით, ეს ტელეპათიური ცვლა ინფორმაციები ძალიან მარტივად ხდება და ძალიან დიდ როლს თამაშობს აი ესეთი დადებითი დამწყობა იმაში, რომ მე კიდევ უფრო ახალი რაღაცეები გამომაქვს თქვენთვის მომსახურების დონეზე, თორე ჩემთვის ამას ისედაც ვაკეთებდი მუდმივად. მაგრამ იმ ადამიანებსაც რომ ეს ყველაფერი გამოვაყენო, ამისთვის სჭირდება შესაბამისი ხალხი, ვინც ამით იქნება დაინტერესებული და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ძალიან კმაყოფილი ვარ, უაღრესად ლამაზი ქორფა ენერგიის ხალხი არის ამ ბოლო დროს, რომლებიც ერკვევიან აი ნატიფი ენერგიების ხელოვნებაში, ასე ვთქვათ და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი არის მათთვისაც უფრო წინსვლისთვის აი ამ თემებთან ურთიერთობა, კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობა და
მომავალში ძალიან ბევრი კაი რაღაცა გვაქვს კიდევ მოფიქრებული და მოკლედ აი ესეთი რაღაცაა რომ მინდოდა რომ თქვენთვის მემცნო ეს ამბავი რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს ფიზიკური სხეულის რაღაცეების შემოწმებაც კონკრეტული მესამე თვალით და იქაც უკვე ბევრი გრამე ძალიან მალე გაიხსნება ძალიან კარგად. ესე იგი, მე მოვწერეთ თუ რამე დაგაინტერესებთ, ასე ვთქვათ და პასუხებსაც გაგცემთ. ან პირად შემეხმიანეთ, ანუ არ დაგავიწყდეთ მანდილოსნების მოწვევა ამ ჯგუფში, ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემის გადამუშავებას ვახდენთ ძალიან მარტივად და თქვენი მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები ასე შემდეგ მოიწვიეთ და გააცანით ეს ჩვენი ვარიანტები, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის ჩვენი არსებობის შესახებ. და იმედია რომ ძალიან მალე ბევრი ადამიანი გაგვიცნობს კიდევ უფრო, რადგანაც ახლა ეს ეპოქა არის დამდგარი, რომ საჭიროა ესეთ თემებში კარგად განვითარება. ვინც ამას მოახერხებს, ის წინ გავა. ასე რომ გემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე კაი ინფორმაციებით დაგიბრუნდებით მალე.